უდავური ისევ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ქართული სამთო სათხილამურო კურორტი 21 ქვეყნის 88 სპორტსმენს მასპინძლობს. მსოფლიო თასზე პირველი საფინალო დღე დასრულდა. პრიზორები სნოუბორდ კროსის დისციპლინაში გამოვიდნენ. 2024-25 წლის ზამთრის სეზონზე ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიო თასს უკვე მესამედ უმასპინძლა. უდაურმა და ბაკურიანმა ჯამში 300-მდე სპორტსმენი მიიღო. ღონისძიება მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. შალვა სუმბაძისა და ვახო ლეკიაშვილის რეპორტაჟი გუდაურიდან. მართალია უკვე გაზაფხულია, მაგრამ კავკასიონს ამას ვერ შეატყობთ. სამთრის სეზონი გრძელდება და ბაკურიანისა და თეთრნულის შემდეგ ამჯერად უკვე გუდაური მასპინძლობს მსოფლიო თასის ეტაპს. ორ დღის განმავლობაში სპორტსმენები სნოუბორდ კროსის დისციპლინაში შეეჯიბრებიან. დღეს პირველი დღე იყო. შეჯიბრება იმდენად საინტერესო და დაძაბული გამოვიდა, რომ გამარჯვებლების გამოვლენა ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ფოტოზე გადამოწმების შემდეგ ხდებოდა შესაძლებელი. ძალიან კარგია აქ ყოფნა, შეჯიბლის სიგიჟე იყო. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს გუნდთან ერთად ამაში ვიღებ მონაწილეობას. ბედნიერი ვარ საქართველოში ყოფნით, რადგან ძალიან მომწონს ეს ადგილი. თავს ისევ გრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. გუდაურში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. ეს ძალიან კარგი ადგილია. ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი შედეგით. ძალიან კარგი შეგრძნებები. გუდაურში მიმდინარე 8-9 მარტის მსოფლიო თასის მორიგი ეტაპი 2024-2025 წლის ზამთრის სეზონის დასკვნითი საერთაშორისო ღონისძიება. გუდაურმა და ბაკურიანმა ჯამში 300-მდე სპორტსმენს უმასპინძლა. ღონისძიება მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. ზამთრის კურორტებისა და სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასეთი შეჯიბრებების ჩატარება. სასიხარულოა, რომ დღეს სამთოს სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და დღეს ამიდმა ძალიან გაგვიმართლა, ძალიან კარგი ლამაზი შეჯიბრი გამოგვივიდა და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შეჯიბრებების ჩატარება მომავალში ხელს შეუწყობს ამ სპორტის დისციპლინის განვითარებას საქართველოში. დღევანდელმა მსოფლიო თასის ეტაპმა საკმაოდ კარგად ჩაიარა საერთაშორისო ფედერაციის დელეგატების მხრიდან. კარგი შეფასებები გვაქვს. დღეს იყო პირველი საფინალო დღე, ხვალ გრძელდება მეორე საფინალო დღე იქნება და ეს არის კიდე ერთი დიდი წარმატება ქვეყნისთვის. ეს არის ბოლო საერთაშორისო ღონისძიება ამ სეზონზე. შესანიშნავი შეჯიბრი იყო. ორგანიზატორებისთვის იყო ბევრი გამოწვევა, მაგრამ ძალიან კარგი შედეგია. მაღალი დონის შეჯიბრი გამოვიდა. ფიქრობ, ვნახეთ შესანიშნავი სნოუბორდის შეჯიბრი. მაღალი დონის და დარწმუნებული ვარ, ხვალაც ასეთივე კარგ შოუს ვნახავთ, როგორიც დღეს. სნოუბორდ კროსში სრიალი და შეჯიბრი დღევანდელი დღის მხოლოდ 1.5 ამბავია. მეორე ნახევარი კი გართობა და გიზგიზია. თოვლი, მზე, სასმელი, მუსიკა, საჭმელი და გასართობი აქტივობები. სწორედ ეს არის გიზგიზი. ფესტივალი, რომელიც ამ საერთაშორისო ტურნირებს უკვე მეორე წელია თან ახლავს. მისი ორგანიზატორი კი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ჩემპიონატთან ერთად ჩვენ ვხედავთ, რომ გუდაურს სტუმრობს ძალიან ბევრი საერთაშორისო, ისევე როგორც შიდა მოგზაური და რა თქმა უნდა ჩემპიონატის სტუმრებისთვის, ასევე შიდა და საერთაშორისო მოგზაურებისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩემპიონატის ფარგლებში ორგანიზებას უწევს ტრადიციულად ზამთრის ფესტივალს გიზგის. გუდაურში გვაქვს სვანური კერძები წარმოდგენილი, გვაქვს ჭიშტვარი, სვანური და სვანური სალათი, ასევე გვაქვს პიტაკუბდარი, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი, სინამონ როლები და ასე უმასპინძლებთ ჩვენთან მოსულ სტუმრებს. სტანდარტული ტიპის ხინკალს ვამზადებთ თიულური ტიპისას, თუმცა წელს გადავწყვიტეთ, რომ სტანდარტული ტიპის ხინკლის გარდა გავაკეთოთ უფრო მეტად სტრიტ სტილში კარტოფილის სოკოს და ყველის ხინკლების შესაბამისი სოუსები. მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების სპორტსმენების გარდა ცხადია ტურისტების მიზიდულობის ცენტრიც ხდება. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ამ ტურნირებს საერთაშორისო მედიაც აქტიურად აშუქებს. მათი ჯამური რაოდენობა დაახლოებით 300 მილიონი მაყურებელია. შესაბამისად ეს არის კონტინგენტი, რომელიც საქართველოსა და აქ დასვენებას რეალის შესაძლებლობების შესახებ იგებს. ეს ყველაფერი საქართველოს ზამთრის ტურიზმის მიმართულებით მსოფლიო რუკაზე ადგილს უმკვიდრებს. მით უმეტეს, რომ მსოფლიო თასის ეტაპები მეორე წელია ზედიზედ იმართება და მით უფრო, რომ საქართველოს საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციასთან ამ ტურნირების გამართვაზე 4 წლიანი კონტრაქტი აქვს. ესე იგი, მომავალი 2 წელიც მსოფლიო თასის ეტაპები კვლავ ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება.